დღეს არის შაბათი 27 ნოემბერი საეკლესიო კალენდრი დღეს არის 14 ნოემბერი 2021 წელი ვერთმა დაგლოცოთ და დღევანდელი წმინდანების მადლი შეგეწიოთ რომელიც უნდა მოგითხროთ სანამ დავიწყებ საუბარს მინდა მოგახსენოთ რომ ეს ჩანაწერიც ადრეა გაკეთებული მე ამ დღეს 14 ნოემბერს უბრალოდ საეკლე ახალი სტილით 27 ნოემბერს ისევ მოგზაურობაში ვარ რომლის შესახებაც მე ისევ მოგიყვებით თუმცა დღეს უნდა მოგიყვეთ ჩემი უწინდელი წინანდელი მოგზაურობის შესახებ დღეს არის ძალიან დიდი დღე არის დღეს არის უდიდესი მოციქულის 12-თაგან ერთ-ერთი წმინდა ფილიპეს ხსენება მაგრამ სანამ ფილიპეს შესახებ მოგითხრობდეთ და ვიმოგზაურებდეთ თქვენთან ერთად მანამდე მინდა მოგითხროთ სხვა წმინდანების შესახებ რომელთა შესახებ რომელზეც ცოტა ინფორმაცია გვაქვს და შემდეგ გადავიდეთ წმინდა ფილიპეზე ეს არის პირველი ვიზეც მინდა გესაუბროთ ეს არის წმინდა თეოდოტე ირაკლია არის ესეთი ქალაქი ხა მოგახსენებთ სად არის ეს არის მესამე საუკუნის წმინდანი და მოიხსენებიან მოგვიანებით მოიხსენებიან ერთად კლემენტინი, თეოდოტე, ფილომენი, იგივე ფილომერი და დემეტრიუსი. ესენი არიან წმინდა მოწამენი ფრაკიიდან. მაგრამ უფრო ადრინდელ მარტიროლოგზე მე მithქვამს თქვენთვის, ანუ წმინდანების ცხოვრების აღწერა ესა მოიხსენება მე-4 საუკუნის სირიულ მარტიროლოგში მარტო 2 ამადგანის სახელი ეს არის წმინდა თეოდოტე, აი ვისი წმინდა ნაწილიც გაგვაჩნია ჩვენ გაგვაჩნია წმინდა თეოდოტეს წმინდა ნაწილი და დემეტრიუსი. და ესე იგი რომლებიც აწამეს პერინთოს მესამე საუკუნემდე ერქვა პერინთო და მერე გადაარქვეს და ირაკლია დაარქვეს და დღეს ამ ადგილს ქვია ტეკირდაგ თურქეთი ეს არის ჩრდილოეთ დასავლეთ თურქეთში პროვინცია ეს ტერინდაგი და ეს არის სტამბულთან ახლოს. ამიტომ ჩვენ შეგვიძლია ჩვენ ამბობთ რომ ეს ორი მოწამე ნამდვილად ვიცით რომ აწამეს ირაკლიაში აი ეს არის წმინდა თეოდოტეს წმინდა ნაწილი ოღონდ ნამცეცი გვაქვს ნამცეცი აი ეს არის და მეტი არც არაფერი არც გაგვაჩნია და არც ვიცით მათ შესახებ. შემდეგი წმინდანი ასევე ძალიან ცოტა რამ ვიცით. ეს არის წმინდა ვენერანდუს ლათინურად ესე არის სახელი ტროადან. ტროას ეპისკოპოსია, მღვდელმოწამე. ტროა ეს არის საფრანგეთში. ჩრდილოეთი საფრანგეთი არის, მდინარე სენას ნაპირას არის ეს ქალაქი ტროა. და ეს არის შამპანის ისტორიული პროვინციის დედაქალაქი. მისი მამა ფაბიანი სახელიც კი არის ცნობილი, ეს არის ამ ვენერანდუსის მამა ფაბიანი, იყო ამ ქალაქში ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი და მდიდარი ადამიანი, რომელმაც რა თქმა უნდა თავის შვილს დაბრწყინვალე განათლება მიაღებინა იმ დროისათვის. ძალიან გულმოდგინე იყო ვენერანდუსი, ძალიან ბევრს კითხულობდა, კარგად სწავლობდა, მაგრამ როდესაც ის გაეცნო საღვთო წერილს, ძალიან იგი ფაქტიურად მოიცვა მთლიანად ამ საღვთო წერილმა, დაიპყრო ესე წერია მის ცხოვრებაში და მან ამის შემდეგ მთელი ცხოვრება მიუძღვნა აი სწორედ ამ საღვთო წერილის შესწავლას და მე აი კარგად არ მახსოვს ესე იგი გონი ერთი შემთხვევა ქონდა ესეთი და აი აქ არის რაღაცა არაჩვეულებრივი საოცარი ამბავი რომ აი ესე წერი ამის ცხოვრებაში რომ უფალი ჩვენი იესო ქრისტე გამოეცხადა თვითონ პირადად გამოეცხადა წმინდა ვენერანდუსს და ქრისტემ მონათლა იგი მდინარე სენაში. ესე იგი მას ჰქონდა საოცარი სიტყვა ქადაგების და მას ჰქონდა იგი ახდენდა დიდ სასწაულებს და უამრავი ადამიანი მოექცა მისი ქადაგების შედეგად და ერთხელაც ეს არის 270-275 წლებში რომის იმპერატორი იყო ავრელიანი
აურელი და ეს აურელიანი მოგზაურობდა და ამ ქალაქ ტროაში გაიარა და რა თქმა უნდა ეს ბეჯითი ადამიანები ხო არსებობენ და ნუ იმ წუთშივე დაასმინეს ეს ვენერანდუსი, ნუ ხა დაასმინეს ეპისკოპოსი თვალსაჩინო პიროვნებაა და აურელიანუსმა ბრძანა რომ ესროლათ მისთვის. ნუ ჯერ ერთი ის არის ტყორცნეს ესე იგი. და ნუ ვერ მოარტყეს. და შემდეგ გამოიყვანა ეს თავის მეისრები და დახრატა ფაქტიურად მეთქო არაფერი არ არის დაუშინეს ეს ისრები და საოცარი იყო ესე იგი რომ ისრები არ ხვდებოდა მას. კი არა და ისე დაუდევრად შეშინებულებთ ავიც რა იყო ისე ისროლის ერთი ის არის თვითონ აურელიანის მოარტყეს თვალში. და ნუ მაინც მოხდა როგორც ჩანს ეს ისრები და სისხლის წვეთი მოხდა, ეთყობა ახლოს მივიდა თუ არ ვიცი ხა ეს აღარ არის დეტალები, სისხლის წვეთი მოხდა თვალში ამ ნაისრალ თვალში და განუკურნა. თუმცა ვენერანდუსმა ითხოვა რომ მისთვის თავი მოეკვეთათ, მოუხმო ამ ესე იგი ჯალათებს და მოკვეთეს მას სწორედ თავი მოკვეთეს. ვენერანდუს ლათინურად ნიშნავს ადამიანს, რომელსაც ეკუთვნის პატივი, პატივის ღირსი ვინც არის. აი ეს არის ის რაც ვენერანდუსის შესახებ ვიცით და აი ესე იგი ეს არის მისი ესე თვალში უფრო დასანახია, აი უფრო მეტია. ეს არის წმინდა ვენერანდუსის ტრუის ეპისკოპოსის წმინდა ნაწილები. მე სანამ გადავიდოდე წმინდა მოციქულ ფილიპეზე, დღეს კიდევ ერთი უდიდესი წმინდანის ხსენება. ეს არის წმინდა გრიგოლ პალამა. ნუ უდიდესი წმინდანი, ეს არის ბოლო ჟამის მეთოთხე გვიანდელი წმინდანია, მაგრამ აი გაბწყინდა როგორც დიდი მამა. ოღონდ ჩვენ მის შესახებ ვისაუბრეთ, ეს არის საუბარი 56 მერვე წუთიდან 8 წუთი და 36 წამი. შეგიძლიათ ნახოთ კიდევ ერთხელ თავიდან და მოისმინოთ, მე კი მანამდე გაჩვენებთ აი ამ წმინდა ნაწილს. აი ეს არის მისი წმინდა ნაწილი, აი ხარე აი ინახება შიგნით და აი ეს არის მისი გამოსახულება, რომელიც ათონის მთაზე ფრესკა არსებობს, რომელიც მის სიცოცხლეშივე იყო შესრულებული, უბრალოდ სიცოცხლეში კი არა გონი, არამედ გარდაცვალებიდან პირველი ფრესკაა. და აი ეს არის წმინდა გრიგოლ პალამა და მე კი გადავდივარ წმინდა მოციქულ ფილიპეზე. უდიდესი, ნუ 12-თაგანი ერთ-ერთი მოციქულია და აი ხა წმინდა ფილიპეს შესახებ მინდა მოგიყვეთ და ესე იგი ერთადერთი რაც ვიცით, რაც ესე იგი მას ძირითადად ვიცით სახარებაში რა წერია, სახარებიდან ვიცით. სახარებიდან და სამოციქულოც სახარების ნაწილია, საქმე მოციქულთა, აი აქედან ვიცით ფილიპეს შესახებ. ერთადერთი რაც კიდევ დამატებითი ინფორმაცია გვაქვს, ეს არის წმინდა უდიდესი მამები კლემენტი ალექსანდრიელი და ალექსანდრიის პატრიარქი და ევსევი კესარიელი ამათ უწერიათ, რომ ფილიპეს ყავდა ქალიშვილები, რამდენიმე ქალიშვილი ყავდა ფილიპეს. აი დანარჩენი ვიცით უკვე სახარებიდან და მე ჯერ მოკლედ ჩამოგითვლით რაღაცა ინფორმაციულ ნაწილს და მე უფრო ესე იგი გამწობით ვისაუბროთ მის შესახებ. იოანეს სახარების პირველი თავის 53 მუხლში წერია. სად არის ნახსენები ფილიპეს სახარებაში. რომ მაცხოვარმა მოუწოდა ფილიპეს და ფილიპე მასთან გაყვა. იოანეს სახარების პირველი თავის 46 მუხლი იესო ქრისტესთან მიიყვანა თავისი მეგობარი ნათანაელი, რომელიც ასევე 12-თაგან ერთ-ერთი მოციქული გახდა. ნათანაელი, რომელსაც ბართლომეს ეძახდნენ, ჩვენ უფრო ბართლომეთი ვიცნობთ, თუმცა ნათანაელს როგორც ნათანაელს ესაუბრება ქრისტე ამ პირველ ჩვენ ვისაუბრებთ ამაზე, მოგიყვებით ყველაფერზე, უბრალოდ ეხლა კი მინდა გითხრათ მე ძირითადად ბართლომეთი მოიხსენებ. მოციქული ბართლომე 12-თაგან ერთ-ერთი და ბარ ებრაულად ნიშნავს შვილს, ესე იგი თოლომეს ძე, ბართლომე ესე იგი თოლომაშვილი, ანუ თოლომეს შვილი. და მოკლედ ესე იგი ბართლომე ანუ ნათანაელი მიიყვანა ქრისტესთან. მეექვსე თავის იოანეს სახარების მეექვსე თავის მეხუთე, მე-7 მუხლებია, სადაც უფალი
იესო ქრისტე ეკითხება ფილიპეს, ესე იგი აქ არის აღწერილი 5 პურით 5000 როგორ განაცხო და იესო ეკითხება ნათანაე უკაცრავად ფილიპეს, რა ეღირება ეს პური, რომელიც დაჭირდება 5000 კაცის გაწყობას და თანხაზე და ამ ხო გემთ ახლა ამ ყველაფერს განმარტავთ რატო როგორ არის და რაღაც. შემდეგი მე-12 თავის 21-22 სხვათა შორის მინდა გითხრათ, რომ ყველა მოციქული აი ამდენჯერ არ არის ნახსენები. 21-22 მუხლები, როდესაც მასთან მივიდნენ ბერძნები, ელინები, რომელთაც ძალიან უნდოდათ ქრისტესთან შეხვედრა და მან მიიყვანა ესენი ანდრია მოციქულთან ერთად მიიყვანა ქრისტესთან ეს ელინები. და ბოლოს მე-14 თავის მერვე მუხლი არის, სადაც აიდუმლო სერობა, აი საღამოა, სერობის მერე ესენი საუბარი არის მათ შორის და ეს ეკითხეუნება ქრისტეს, ფილიპე ეუნება ქრისტეს, მინდა მოციქული ფილიპე, რომ უფალო გვიჩვენე მამაი შენი და მარჩვენ და საკმარისი იქნება თუ მამას გვიჩვენებ, საკმარისი იქნება რომ ყველაფერი დავიჯეროთ და ამაზეც როგორც მოგახსენეთ, ეხლა ჩვენ გვექნება საუბარი. მის საფლავზე მე-5 საუკუნეში ვებერთელა ტაძარი, ესე იგი აღაშენეს, მარტირიუმი ესე ერქვა და აი ამ მარტირიუმიდან 40 მეტრის მანძილზე იყო ფილიპეს, ესე იგი საფლავის გვერდით ააშენეს და დღეს ეს ტაძარი დანგრეულია. აი სწორედ ეს მინდა რომ გაჩვენოთ დღეს და ერთმანეთთან ერთად ვიმოგზაურო, ხა წინასწარ ვპირდებით, მაგრამ შეგისრულებთ იმედია ამ თხოვნას კი არა უკაცრავად დაპირებას და უკვე ჩაწერილი მაქვს ეს წინასწარ ვიმოგზაურე მხარეში და ხა მე მოგიყვებით ამას. და დაახლოებით 560 წელია, წელი, რომ მისი წმინდა ნაწილები რომში გადაბრძანეს, ესე იგი კრიპტაში, სადაც ეს არის 12 მოციქულის სახელობის ბაზილიკა და დღემდე არის იქ მისი წმინდა ნაწილები, ნაწილი და დანაწილებულია, ჩვენც კი ახლა გაჩვენებთ, საკმაოდ დიდი ფრაგმენტი გვაქვს, საოცრად დიდი ფრაგმენტი გვაქვს. თავის ქალა მისი ინახებოდა კონსტანტინოპოლში, მაგრამ 1204 წელს ჯვაროსნების შემოსევის შემდეგ დამალეს, გადაიტანეს სოფელ არსინუიაში, ეს არის ქალაქი პათი, კვიპროსზე და 1788 წელს გადაიტანეს ამ ქალაქიდან უახლოეს ცხოველს ყოფილი ჯვრის სახელობის მონასტერში, ომოდოსი არის სოფელი ომოდოსი და იქ ინახება, დღემდე არსებობს ეს თავის ქალის ნაწილი, რომელიც ორი იმპერატორის ბეჭდით არის დამოწმებული, ეს არის თეოდოსი დიდი და ირაკლიუს პირველი. ასევე სხვა ნაწილი ამ თავის ქალის ინახება მეტეორას მონასტერი არის ძალიან ცნობილი და მეტეორაში აი სამების მონასტერში ინახება მისი თავის ქალის ნაწილი. ეს არის მოკლე ცნობები და ეხლა კი მე მოგიყვებით უკვე უფრო შინაარსიანად და უფრო დაწვრილებით იმაზე, რაც ჩამოვთვალეთ ეხლა. თუმცა სამოციქულოში როგორ წერია მისი ქადაგება არ გვიხსენებია, სამოციქულოში არის ძალიან ბევრი მის შესახებ, მისი მოღვაწეობის შესახებ და დავიწყოთ ისევ თავიდან, აი სახარებაში რა ვიცით მის შესახებ. ესე იგი, წარმოშობით ეს იყო გალილეიდან და გალილეის ტბა, ანუ ტიბერიის ზღვა ესეც ეწოდება, ეს სახარებაში ძალიან ბევრჯერ ნახსენები ტბა არის, იქ გალილეის ტბის ნაპირას არის ქორაზინი და კაპერნაუმი, ძალიან ხშირად ნახსენები ქალაქები, სახარებისეული და აქვე არის ქალაქი ბეთსაიდა. აი ამ ბეთსაიდიდან იყო 12 მოციქულიდან 3 მოციქული აქედან იყო წარმოშობით, ეს არის პეტრე, ეს არის ანდრია და შემდეგ ესენი ძმები არიან თქვენიცით და ასევე აქედან იყო წარმოშობით ფილიპე. პეტრე და ანდრია იყვნენ მეთევზეები, ხა ეს ცნობილია, მაგრამ მე ხა უბრალოდ ხას უსვამ იმას, რომ ფილიპე არ იყო მეთევზე. ფილიპე, ესე იგი, სხვა ცოტა ესეთი
უფრო სხვანაირი ოჯახიდან იყო და მას ბავშვობიდან მიაღებინეს ბრწყინვალე განათლება და განსაკუთრებით ახლა ებრაელისთვის განათლება უკვე ეს რა თქმა უნდა აქ ელინური განათლებაც იგულისხმებოდა პირველი საუკუნეა ხო ეს ახალი წელთაღრიცხვის და იგულისხმებოდა მე ვნახავთ ჩვენ ბერძნებთანაც ჰქონდა ურთიერთობა როგორ მიიყვანა ბერძნები ელინები ანუ ქრისტესთან მაგრამ ეს პირველ რიგში არის საფრთხო წერილი ეს არის ეს საფრთხო წერილი წიგნები და განსაკუთრებით ნუ ამ წიგნებს სწავლობდა განსაკუთრებით მისი თემა მისი ყველაზე საყვარელი თემა იყო მესიის მოსვლა ანუ ხსნა ისრაელის ხსნა ხსნელის მოვლინება და ეხა მოგიყვებით მის მეგობარ ნათანაელთან ერთად ესენი სულ აი ამ თემაზე საუბრობდნენ, იკვლევდნენ და ელოდებოდნენ მესიას. ამიტომ სწორედ როდესაც იესო მოუწოდა პეტრეს და იოანეს უკაცრავად ანდრიას და პეტრეს ანდრია პირველ წოდებული ანდრია მოციქული იმიტომ რომ პირველი ანდრიას მოუწოდა აი როდესაც ანდრიას და პეტრეს მოუწოდა ამის შემდეგ მან მოუწოდა ფილიპეს მომდევდი მე ესე უთხრა და მან მთელი არსებით დაიჯერა და მიიღო რომ ეს იყო ქრისტე და ისეთი სიხარული ჰქონდა გულში ფილიპეს რომ უნდოდა რომ ყველასთვის გაეზიარებია და ცხადია რომ პირველ რიგში გაუზიარა თავის მეგობარს უახლოეს მეგობარს აი ეს მეგობრობა მე ამხელა როლს შეასრულებს მოგვიანებით მათ ცხოვრებაში და მათ მოღვაწეობაში ამას მე აი უკვე ბოლოსკენ რომ გადავალთ იქ მოგიყვებით როგორი მოღვაწეობა გასწიეს მათ ერთად მაგრამ ეხლა ჯერ კიდევ ძალიან ახალგაზრდები არიან და ამ თავის ახალგაზრდა მეგობარ ნათანაილს ეუნება რომ აი ჩვენ რო ვეძებდით და ჩვენ რო ველოდებთ აი ვიპოვეთ ის მესია და ესეთი საუბარი შესდგა რომელი იგი დაწერილ არის ესენი მე ჩამოგითვალეთ უკვე სადაც არის პირველი თავი ეონეს სახარების ამიტომ მე ხა აღარ გავაკეთებ ზუსტ მისამართებს სად წერია აი ჩამოთვლილი მაქვს უკვე და ეუნება ნათანაელს ესე იგი რომელი იგი დაწერილს მოსე დაწერა მოსე რომელი იგი დაწერა მოსეს ჯულსა და წინასწარმეტყველთა ვიპოვეთ იესო ძე იოსებისი ნაზარეთით და ნუ მე ხამ დეტალებს აღარ ჩაუღრმავდები ნათანაელი ეკითხება განა ნაზარეთიდან რამე სიკეთე შეიძლება ეს წინასწარმეტყველება იყო ესეთი რომ ნაზარეთიდან არ იქნება სიკეთე რაღაც ისეთი მხარე იყო რომ ესა და სინამდვილეში ხო ვიცით რომ იესო ნაზარეთიდან კი არ იყო ბეთლემიდან იყო საიდანაც იყო წინასწარმეტყველება ესე იყო წინასწარმეტყველება რომ დავითის შთამომავალი უნდა ყოფილიყო და ბეთლემის შესაბამისად ბეთლემიდან უნდა ყოფილიყო ხო და მაგრამ ეს მერე გაიყო გვიან რომ იესო ბეთლემში დაიბადა მანამდე კი ნაზარეთში ცხოვრობდა უბრალოდ და ამიტომ ნაზარეველი იესო ნაზარეველი ესე ამიტომ ეწოდება ნაზარეთიდან და ამას გაუკვირდა რა იცით რომ ნათანაელს აი ეს დაწვრილებით აქვს შესწავლილი და იცის ნამდვილად რომ ნაზარეთიდან არ შეიძლება რომ მესია იყოს ესე არ არის წინასწარმეტყველებაში წერია რომ იყოს ბეთლემიდან და განა ნაზარეთით შესაძლებელი არის რაიმე სიკეთე რო იყოს და ფილიპე ეუნება მოვედ და იხილე სულ სახარებიდან გიყვებით ყველაფერს მოვედ და იხილე და როდესაც ფილიპე მივიდა იესოსთან მიიყვანა წაიყვანა თან ნათანაელი და როდესაც იესომ ნათანაელი დაინახა ესეთი სიტყვები ნუ ესეთ ყველა ძალიან ცნობილ ადგილებს გიყვებით ახლა სახარებიდან აჰა ჭეშმარიტ ისრაიტელი რომლისა თანა არ არის ზაკვაი ესე თქვა იესომ ნათანაელზე და ნათანაელი შეეჭრა და უთხრა რომ კი მაგრამ არ მიცნობ და საიდან იცი კი კარგ რამეს ამბობ ჩემზე ესე იგი ნახა მე განვრცობილად გიყვებით ხო ხო და ეუნება ეს ვინაინ იცი მე ესე ეკითხება საიდან მიცნობ ნუ ხო არ მიცნობ და ესე კი კარგს ამბობ ხა არ არის ჩემ მაგრამ შენ საიდან იცი რომ ჩემთან არ არის საკვა და ნახეთ რას ეუნება იესო მიუგო იესო და რქვა მას პირველ ფილიპეს ხმობადმდე შენ და იყავრა ლეხსა ქვეშე გიხილე შენ აი სანამ ფილიპე გეტყოდა რომ წამოდი რომ წამოგიყვანა სანამ ფილიპე გეტყოდა მანამდე დაგინახე მე შენ ლეღვის ქვეშ მოკარი თვალი და
ამ ადგილს აქვს ძალიან საინტერესო განმარტება და ამან მოახდინა ძალიან დიდი შთაბეჭდილება ფილიპმა ნათანაელზე. იმიტომ რომ ნახეთ თურმე ეს მინდა მამების განმარტება არის ესეთი, რომ თურმე აი ამ ლეღვის ხის ქვეშ ეს იდგა, ესე იგი იყო მარტო სრულიად მარტო ის დარწმუნებული იყო, რომ არავინ არ არის, ნამდვილად გარშემო არავინ არ იყო და გულმხურვალედ ცრემლით ლოცულობდა და ევედრებოდა უფალს, რომ მესია მოევლინა, მხსნელი მოევლინა ისრაელისათვის, რომელიც ძალიან და მთელი მსოფლიოსათვის, რომელიც უკვე ძალიან მძიმე მდგომარეობაში იყო და ერთადერთი თუ რამე გადაარჩენდა ეს იყო მესია და აი ამ ლოცვაში იყო ცრემლით, აი ხურვალეთ ცრემლით ლოცულობდა და ნამდვილად იცოდა, რომ ეს ყველაფერი ჯერ ერთი გარშემო არავინ არ იყო. და მეორეც ერთი მასში შიგნით ხდებოდა ესე იგი ეს პროცესი, ლოცვის პროცესი და აი რატომღაც ესე იგი ის დარწმუნებული იყო, რომ ღმერთმა მისი ლოცვა შეისმინა. ისეთი კონტაქტური, რა ვიცი, როგორ ვთქვათ, ესეთი ლოცვა იყო და აი როდესაც იესომ ეს დაუსახელა ეს მომენტი, რომელიც არ შეიძლება არც ერთმა ადამიანმა არ იცოდა, რომ ესე იყო, აი ამან იმხელა შთაბეჭდილება მოახდინა, რომ ერთ-ერთი პირველი, ვინც აღიარა, ესე იგი, ქრისტე იყო სწორედ ნათანაელი, რომელიც როგორც მოგახსენეთ, რომელსაც ბართლომე აქვს მეორე სახელი კიდე, აი ბართლომე ნათანაელმა აღიარა და უთხრა იესოს ეგეთ სიტყვები, რაბი, ანუ ებრაულად ნიშნავს მოძღვარს, რაბი, შენ ხარ ძე ღვთისა, შენ ხარ მეუფე ისრაელისა. და იესო ეუბნება ესეთ რამეს, ესე იგი, ესეთ სიტყვებს, რომ რამე თუ გარქვი შენ და რქვა მას იესო, რამე თუ გარქვი შენ, რადგან გითხარი ვითარმედ გიხილე შენ ლეხვსა ქვეშე და გწამს და ამის გამო დაიჯერე, უფრო ისე ამაზე მეც ნახავ, უფრო ისე ამათ იხილ. ამის შემდეგ რა თქმა უნდა კი იყვნენ მეგობრები ნათანაელი და ფილიპე, მაგრამ ნათანაელს გაუჩნდა განსაკუთრებული მადლიერების, რაღაც დავალებულად იგრძნო თავი ფილიპესგან, იმიტომ რომ ფილიპე მიიყვანა იგი იესოსთან, აი რაღაცნაირად მისი დამსახურება იყო ესა და ეს არ დაუვიწყა და სიცოცხლის ბოლოს აი ხა გადავალთ იმ ადგილზე მოგიყვებით, როგორი ერთგულება გამოიჩინა ნათანაელმა ფილიპეს მიმართ. ამის შემდეგ აი ხა ფილიპეზე გადავდივართ ისევე. საქმე ის არის, რომ ფილიპე კი ბოლომდე ენდო გაყვა იესოს, მისი მოციქული გახდა 12-დან ერთ-ერთი, აი სხვებიც მოიყვანა, ხო ხედავთ ნათანაელი მაგალითად ფილიპე მოიყვანა, მაგრამ მიუხედავად ამისა, ფილიპე ხედავდა იესოში სრულყოფილ ადამიანს, მაგრამ აი ეს სხვა შორის ყველა მოციქულს აქვს ეს იესოს ჯვარცმამდე, რომ აი მათთვის ესე იგი ერთი ადამიანი და ხედავ, რომ ეს არის სრულყოფილი ადამიანი, კეთილი, კარგი, ძლიერი, ну რა ვიცი, მორწმუნე, რა ყველაფერი კარგი რაც შეიძლება ითქვას, მაგრამ ეხლა სხვა დამოკიდებულება, როდესაც ღმერთია რა, იქ გჯერა რომ ის ღმერთია და ჯერჯერობით ფილიპეს ეს რწმენა არა აქვს და აი იესო ესე რომ ვთქვათ ასწავლის და იესო უნდა რომ შეცვალოს ეს ვითარება და ფილიპეს უკვე დაანახოს, უკვე მზად არის ფილიპე იმისათვის, რომ აქ არ არის მარტო კარგ ადამიანზე და განვითარებულ ადამიანზე ლაპარაკი. და ნახეთ ეხლა რა ხდება. მოკლედ ეს ის მომენტია, როდესაც უდაბნოში არიან, უამრავი ადამიანი მოყვება იესოს საქადაგებლად და მთელი დღე დილიდან არიან გამოსულები, გარშემო არაფერი არ არის, სახლები, სოფლები, უდაბნოში არიან და ეს ხალხი შეწუხდა ხა თან სიცხე, თან წყურვილი, თან შიმშილი, მთელი დღე მშივრები არიან ესენი და იესო ესე იგი ფილიპეს ეკითხება, რომ კი მაგრამ რა ვქნათო ხა ამ ხალხზე, ხა მე ცოტა იუმორით გიყვებით. ნახოთ ისე სახარებიდან ისევე რომ აი შეიძლება თუ ამათო ხა რა უნდა ვაჭამოთო. ფილიპე გაოგნებული უყურებს, რა უნდა აჭამონ ხა ესე შიშველი ხელებით. ხო და რა დაждდებაო ამათი პურიო, აი ამათ რო პური უყიდოთო,
ჯერთი როგორ უნდა უყიდონ პური, არაფერი არ არის გარშემო არსად არ იყიდება. უნდა დაბრუნდნენ ესენი მთელი დღე, რო იარეს, მთელი დღე ესე უკანო იარონ ხა და დაბრუნდნენ ამ ხო და არა და თან ეს გაჭირვებული ხალხია, ნუ რაღაც ეხა და ამდენი თან ამდენ პურს ეხა უცებ ვინ დააწყობს, ხო? 5000 ადამიანზეა ლაპარაკი, 5000 მარტო მამაკაცი და კიდე ქალები და ბავშვები. რას ამბობ ფილიპე უნება 200 დრაკანი, ნუ ძალიან დიდი ფულია. ხო ეხა 5000 კაცის და ქალის და ბავშვის პური, რა ვიცი, დღესაც რო ვიანგარიშო, დღესაც კი ძვირი გამოვა, ხო? ხო და 200 დრაკანის პური არ ეყოფა თუ ამა თუ რას ამბობ. ხო და აი შეხედა იესომ რა. და აი ეს სპეციალურად კითხა ფილიპეს. იმიტომ რომ აი ფილიპეს ხაზგასმულად ცოდნოდა რაზე ელაპარაკი, აი რა თანხაზე ელაპარაკი და რა შესაძლებლობებზე ელაპარაკი. და ამ დროს ანდრეა მოდის იესოსთან, ანდრეა მოციქულეუნება, რომ აქ არის ერთი ბავშვი, რომელსაც ახალგაზრდა, რომელსაც 5 პური აქვს და 2 თევზი. ხო და მეტი არაფერი არ აგვაქვს ხა ეს ვის ეყოფა ხო 5 პური 5000 კაცზეა ლაპარაკი. და იესო თქვა რომ მომიტანეთ ეს. და ესე თქვენ იცით ეს ისტორია 4-ვე სახარებაში არის აღწერილი. სხვათა შორის მათეს სახარებაში, ახლა ჩვენ იონეს სახარებაზე, ფილიპე იონეს სახარებაშია ნახსენები და მათეს სახარებაში ესეთი რამეა, რომ მოციქულები და ფილიპეც მათ შორის ეუბნებიან, რომ გაუშვეს ხალხი უკან და წავიდნენ და თვითონ თავისი საჭმელი თვითონ იშოვონ. ახლა ჩვენ რა შუაში ვართ, ხო? რა ჩვენ როგორ უნდა ვაჭამოთ 5000 ადამიანს და იესონება რომ მომიტანეთ ეს პური აქ. და ესე ხელში უჭირავს, აკურთხებს ამ 5 პურს და ამ 2 თევზს და აი ფილიპე უყურებს პირდაპირ ამას, აი ამ საოცარ კურთხევას და აი ამითი ესე არის ნათქვამი რომ დააძღო ეს ხალხი, აი დანაყრდა ეს ხალხი მთლიანად 5000 მამაკაცი, ქალები და ბავშვები, აი ესო მაკურთხა და აი ეს არის პირველი ესე რომ ვთქვათ, პირველი ძალიან სერიოზული საფუძველი ფილიპეს ცნობიერებაში, რომ უკვე მან ნელა მიიღოს ქრისტეს ღვთაებრივი ბუნება. ნუ შემდეგი შემთხვევაა კიდე აღწერილი შემდეგი შემთხვევა აქ რაღაც ერთი დეტალია კიდე რომ აი იმის მაგივრად რომ ფილიპეს ეთქვა რომ უფალო აი რომ კითხა რამდენი დაჭირდება ფული უნდა ეთქვა წესით რომ ყველაფერი შეგილია შენ და შენ შეგილია მათი განწყობა მაგრამ ეს უთხრა რომ წადი და გაუშვათ ეს ხალხი. მოკლედ შემდეგ შემთხვევაზე გადავდივარ ახლა შემდეგი შემთხვევა ეს არის როდესაც ბერძნები, ელინები არიან, ელინების რაღაც დელეგაცია და ძალიან უნდა წარმართები ცხადია, ხო? აი ეს ესე იგი წარმართი რას ნიშნავს ამ კონკრეტულ შემთხვევაში, რომ ესე იგი ებრაელები, არაებრაელები, ანუ რომთაც ეს ებრაულის ჯული არ აქვს მიღებული. მოკლედ ეს ელინები მოდიან და უნდათ ქრისტესთან მისვლა და მისგან მოსმენა მასთან შეხება და მიდიან ფილიპესთან, იმიტომ რომ სწორედ ფილიპე არის ის ვინც ბერძნული კარგად იცის, ის ვინც ბერძნულ ფილოსოფიას სწავლობდა თავის დროზე, მოკლედ ბერძნებთან ახლოს არის ძალიან და მივიდნენ მასთან. მან კი ერთი სხვის საოცარი თავდაბლობა გამოიჩინა. როდესაც თვითონ კი არ მიიყვანა ესენი უფალთან, არამედ ანდრეას უთხრა, რომ აი ბერძნები არიან მოსულები და ერთად მიმყევი, რომ თუმცა 12 მოციქულთაგან ერთ-ერთია და რა თქმა უნდა შეუძლია, მაგრამ აი ანდრეასთან ერთად მიდის საოცარი მაგალითია თავდაბლობის და ზდილობის, რა ვიცი ყველაფრის და მიდიან და მიყავთ ეს ელინები და აი აქ ეს გახდა საფუძველი ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი სწავლების, ქრისტეს სწავლების და რას ამბობს უფალი, ნახეთ. ესე იგი მან წარმოთქვა წინასწარმეტყველება წარმართა შესახებ და ნახეთ როგორ რა ფორმით, იგავური ფორმით ისევე, იმიტომ რომ იესო თქვენიც სულ იგავებით ლაპარაკობდა და რა თქვა, ნახეთ, უკეთო მარცვალი იფქლის, ანუ ხორუბლის მარცვალი, დავარდეს ქვეყანასა და არ მოკვდეს, ანუ უფალი თუ დავარდა მარცვალი და ეს მარცვალი არ მოკვდება, ანუ მაშინ დარჩება მარტო. ესე იგი მარტოი ხოლო ეგოს, ხოლო უკეთო მოკვდეს, მრავალი ნაყოფი გამოიღოს. და აქ მან ესე იგი სწორედ იწინასწარმეტყველა ის რომ თავისი სიკვდილი და რა ნახეთ, ესე იგი რომ
ის სანამ ცოცხალი იყო იესო ქრისტე, მარტო მისი მოწაფეები, მისი მსმენელები, მარტო ებრაელები იყვნენ და თან არა ყველა. ებრაელების ნაწილი იყო, რომელიც მას დაყვებოდა და სჯეროდა მისი. მაგრამ მას შემდეგ, რაც იესო მოკვდა და შემდეგ აღდგა და მრავალი ნაყოფი გამოიღო, უკვე მთელმა სამყარომ ირწმუნა და მათ შორის ებრაელებმა და მათ შორის ისევ ნაწილმა რა თქმა უნდა, მაგრამ მათ შორის წარმართებმა და ფაქტიურად მთელს მსოფლიოში გავრცელდა ქრისტიანული სარწმუნოება. ამის შემდეგ კიდევ არის ერთი ადგილი, როგორც მოგახსენეთ, სადაც ფილიპე არის ნახსენები, აქ არის ლაპარაკი საიდუმლო სერობა, საიდუმლო სერობის შემდეგ ესაუბრება მოციქულებს, ძალიან საინტერესო ეს არის იოანეს სახარების თავები და თავც არის მისტიკური საუბრები აქ, რაღაცა ძალიან ღრმა მისტიკა არის ამ ყველაფერში და იესო ესაუბრება მათ და ასწავლის, აი ბოლო შეგონება არის და აი აქ ეუბნება ფილიპე ძალიან მნიშვნელოვან სიტყვებს, რომელიც ასევე ძალიან ერთ-ერთი უმთავრესი სწავლების საფუძველი გახდა. იგი ეუბნება იესოს, რომ თუ იესო ამბობს, რომ მე და მამა ერთი ვართ და ეს ეუბნება, რომ გვაჩვენე მამა, შენი მამა გვაჩვენე ჩვენ, თუ მამაზე ლაპარაკობ ადამიანურად, ხო? აი მამაზე ელაპარაკება ქრისტე და გვაჩვენე შენი მამა და კმარს ჩვენდა. და ეს პასუხობს იესო, ნახე და მე ხა ამ სიტყვებს აგიხსნით, ესოდენ ჟამ ამდენი ხანი, ესოდენ ჟამ თქვენთანა ვარ, ფილიპე და არა მიცი მე, არიცი ვინა ვარ, რომელმან მიხილა მე, იხილა მამაი ჩემი და შენ ვით არ მეტყვი მე, მიჩვენე მამაი შენი, არ გწამს არამე თუ მე მამისათანა ვარ და მამა ჩემთანა არის. აქ არის ლაპარაკი სწორედ ახლა ძალიან მნიშვნელოვანი სწავლება, ერთ-ერთი მთავარი, ეს არის ერთარსება. ერთარსი მამა და ძე, ერთარსი მამისა, რომ იესო არის ერთარსი მამისა და აი ეს არის სწორედ მთავარი საფუძველი, რომლითაც ყოველგვარ ერეტიკულ სწავლებას, ესე იგი, ყოველგვარი განვითარება არ შეიძლება ქონდეს, მათ შორის იყო არიოზის ცნობილი მწვალებლობა, არიოზის ერესი, რომელიც ამბობდა, რომ არ არის ეს ერთარსი, არამედ ამბობდა, რომ ესე იგი, აქ არის ტოლობა, სრული ტოლობა მამასა და ძეს შორის და არიოზი ამბობდა, რომ ძეხვთვისა ეს არის ქმნილება. და არა ესე იგი შექმნილი და არა ქმნილი. უბრალოდ შექმნილი და არა შემქმნელი. და მამა არის შემქმნელი, ძე არის შექმნილი და არ არის სწორი. არ არის სწორი, სწორედ აქედან გამომდინარეობს, რომ მამა და ძე ერთია, როგორც მამა არის შემქმნელი, ისე ძე არის შემქმნელი. ანუ პირდაპირ ამ მამაშვილობის გაგება პირდაპირ არ შეიძლება აქ არა. ამის შემდეგ უკვე ფილიპეს შესახებ არის მოთხრობილი სამოციქულოში, საქმე მოციქულთა და აქ უკვე ლაპარაკი იმის შესახებ, რომ როდესაც იესო ქრისტე ჯვარს ეცვა და აღდგა, აი ქრისტეს აღდგომის შემდეგ თქვენით ის რომ მოციქულებმა კენჭიყარეს ვის რომელ ქვეყანაში უნდა ეკადაგა და ფილიპეს ამ კენჭისყრით შეხვდა მცირე აზია და სირია საკადაგებლად. მაგრამ ის ჯერ წავიდა საკადაგებლად გალილეაში, საიდანაც იყო, თავის მხარეში ჩავიდა იქა და ესე იგი აქედან იწყება ფაქტიურად აი ფილიპეს უკვე როგორც დამოუკიდებელი მოციქულის მოღვაწეობა და სასწაულები. აქ გალილეაში მას შეხვდა ქალი, რომელსაც ხელში ბავშვი, მკვდარი ბავშვი ეჭირა ჩვილი ბავშვი გარდაეცვალა და იმდენად შეძრა ფილიპე ამ საშინელმა ტრაგედიამ, ამ ქალის წუხარებამ, რომ ბავშვს უთხრა, ესე იგი, რომ ადექი გიბრძანებს ქრისტე, რომელსაც მე ვქადაგებ და ბავშვმა გაახილა თვალი და აი ეს ბავშვი გაუცოცხლა. ეს ქალი ფეხებში ჩაუვარდა მადლიერების ნიშნად და თხოვა, ირწმუნა და სთხოვა, რომ მას ფილიპეს მოენათლა ქალი და ბავშვი და მართლაც მან ესენი მონათლა. ამის შემდეგ იგი წავიდა საბერძნეთში ჯერ, სანამ წავიდოდა ამ მცირე აზიაში და სირიაში, ჯერ საბერძნეთში, სადაც ასევე მიცვალებული აღადგინა და აქ მოხდა ესეთი რამ, რომ იქ ებრაელები ხო ყველგან იყვნენ გაბნეულები და
ამან ძალიან დიდი შთაბეჭდილება მოახდინა ებრაელებს, ოღონდ ცუდად, რომ ეს ქადაგებს მიცვალებული გააცოცხლა, სასწაულებს ახდენს, ხალხს მისისჯერა და სასწრაფოდ აფრინეს კაცი იერუსალიმში, გამოიძახეს ვინმე ჩამოვიდეს, რომ ჩამოვიდეს მღვდელმთავარი ძირითადად გამოიძახეს ამ სინედრიონის წევრი, რომ რაღაცა მოუხერხოს ამ ფილიპეს. და ესეთი რამ შეუთვალეს, რომ ვიღაც კაცი არის ჩამოსული, ფილიპე ქვია სახელად და აღარ არის საშველი რა, ქადაგებს ჯერა ხალხს სასწაულებს ახდენს და მოექცა, ნუ ხალხი და რაღაცა გვიშველეთ. ჩამოდით, თორე აგვართვა მრევლი ესე რომ ვთქვა და შესაბამისად შემოსავალი თორე მეტი რა დარდიებთ ამათ და ჩამოვიდა მართლაც მღვდელმთავარი ჩამოიყვანა თავისი თანაშემწეები, ანუ სინედრიონის წევრები და ჩამოვიდა მოკლედ დიდი სამბით თან წიგნობრებთან ერთად ჩამოვიდა რამდენიმე ადამიანი რომ ესე იგი ხარდაჭერა რომ დაჭერდეს არგუმენტირება რომ აი ყავს რა ესე იგი ეს წიგნობრები და დიდი სამბით თავისი მოირგო მოსამართლის, იმიტომ რომ ეს უმაღლესი ხელისუფალი არის ებრაელების და დაждდა მოსამართლის სკამში და დაიწყო მისი გასამართლება და ეუნება, ესე იგი ფილიპეს ეუნება, რომ შენო, ესე იგი არ ცხენიაო ის არ გეყო, კაცო, ეს იუდეაში, გალილეაში, სამარიაში რო იქადაგეო. ამან იცის უკვე ეს ვინ არის და ეს არ გეყო. ეხლა ჩამოხედიან პატიოსთან, წესიერ ბერძნებთანო, ბრძენ ბერძნებთან და გინდა ამათ ეხლა ტვინი აურიო აქო რა. და რატო არ ვცელებო ამ არასწორ სწავლებასო, აი ამ სამარცხვინო სწავლებასო, რომ ესე იგი ვიღაცა მოვტა და მტრეთით აღდგა და ხო მოითქვენ არ მოიპარეთო მისი სხეულიო. მოიპარეთო და ეხლა კიდევ ვითომ მტრეთით აღდგა ამას ქადაგებო. და ეს ხალხი ესე იგი ბრბო არის აღშფოთებული და ესე იგი აღშფოთებული და ნუ ისევ უბრუნდებით ჩვენ იმას რაც აი რაღაც გადის ხო წლები საუკუნეები ათასწლეულები და თვითონ ეს პრინციპი არ იცვლება ნახეთ ესე იგი აქ არ არის ლაპარაკი არაფრის დამტკიცებაზე აქ არ არის აქ მოდის ეს ვიღაცა მოსამართლე და ეუბნება რომ შენ არა ხარ ის ვინც აი რაღაცას აკეთებ ხო აი რაღაცა დააშავე მოიპარე ამ ხელაცილის წამებაა ხო შენ არიყავი რომ მოიპარე ოღონდ სინამდვილეში ხო ვიცით რომ არ მოუპარავს და თვითონაც ხო ძალიან კარგად იცის მაგრამ აი ესე ბრალსდებს და ხალხი იმდენად აღშფოთებულია რომ ეუბნება რომ აბა გაეცი ხა პასუხი აბა რას უპასუხებ ესე იგი ეს ეუბნებიან აბა რა უნდა უპასუხო შენ ხა რა უნდა უპასუხო და მოდი ჩავქოლოთ პირდაპირ ქვევით რა საჭიროა რა უნდა უპასუხოს აი ყველაფერი ცხადია აბა რა სიტყვი მაგრამ მაინც ფორმალურად აძლევენ თქმის უფლებას ხო და აი სწორედ ეს არის რასაც მე მოგვიანებით ლინჩის წესი ეწოდა ესე იგი ლინჩის წესის გასამართლება სწორედ ეს არის აი როდესაც ქრისტეს ესე გაასამართლეს აი პილატემ ესე უთხრა რომ შენ მე უნდა დაგსაჯო იმიტომ რომ გაბრალებენ გესმით აი ეს არის აქ აი ეს არის აღმაშფოთებელი ეს არის აი ეს რაღაცა კაცობრიობა ვერ გათავისუფლდა დღემდე და სამწუხაროდ ჩვენც ვერ გათავისუფლდით ესე იგი მე შენ მიმაჩნი ხარ დამნაშავედ იმიტომ რომ შენ ამას გაბრალებენ თორე აქ რაღაცა სრულყოფილ სასამართლოზე არ არის ლაპარაკი სრულებით მაგრამ მიუხედავად ამისა ფილიპე აი ნახეთ რა მოხდა აქ არის ძალიან მნიშვნელოვანი რომ ფილიპე ეუბნება ამას რა თქმა უნდა პასუხებს რომ ეუბნება რომ თქვენ არ იყავითო რომ ეს როდესაც იესო მოკვდაო თქვენ თვითონ თქვენი ხელით არ დაბეჭდეთ ეს საფლავიო და თქვენ არ გადაუხადეთო ოქრო ამ იმათო რა ქვია ამ საფლავის მცველებს ამ რომაელ ჯარისკაცებს რომ არ ეთქვათო რომ ეს არ არის მოპარული და იმათმა დაგვაბრალეს მოპარვაო თქვენ არ გააკეთეთო ესო და ეს ისე გაცეცხლდა ეს მღვდელმთავარი რომ ფილიპესთან მივიდა რომ უნდა წვდეს ახლა ესე იგი კისერში და თავის ხელით უნდა რომ დაახჩოს იმიტომ რომ ამაზე რაც ფილიპემ უთხრა ხო თვითონაც ჩვენი რა თიცის რომ ესეა რატომღაც ეგონა რომ რავი შეეშინდებოდა თუ რა იქნებოდა ფილიპეს და მოკლედ აი ესეთი ცილის წამება და აი ამ ცილის წამების შედეგად უნდა რომ უკვე ხალხიც აიყოლია და რომ უნდა რომ დაახჩოს და აი რომ წვდა ესე იგი დაბრმავდა სასწაული მოხდა და გაშავდა გამოგდა რაღაცაში და ხალხმა ესე იგი
ეთქვა რომ ეს არის ჯადოქარი ის კი არა რომ ამ ხელსასწაული მოხდა და რომ მართალია არა ჯადოქარია და ეხა ეს უნდა ჩავქოლოთ და აი როდესაც უკვე საყოველთაო გახდა ესე იგი ეს საყოველთაო და აღიძრა ეს ხალხი რომ ეხა ფილიპე უნდა ჩაქოლონ აი ამ დროს მოხდა მიწისძვრა რომელიც კიდევ ერთხელ გამეორდება მე ფილიპეს ცხოვრებაში მოგვიანებით მოხდა მიწისძვრა და ესეთი მის ცხოვრებაში ესეთი ის არის რა ქვია მე პარალელი ადრე იყო მოსეს დროს ჯერ კიდევ როდესაც მიწა გასკდა და ჩაიტანა დათანი და აბირონი ესეთი ბიბლიური ესენი რომლებიც ოქროს კერპებით ჩამოასხა მაშინ თავის დროზე მოსე როდესაც სინასტალზე ავიდა და რომ ჩამოვიდა და დახვდა ესე საშინელი ვაკხანალია აი მაშინ მოხდა ესა და აი აქ ესე წერია როგორც დათანი და აბირონი ჩაიტანა თავის დროზე მიწისძვრა და გახეთქილმა მიწამ ესევე ჩაიტანა ეს ჩაიტანა ეს გდომთავარი მიწამ ესე იგი მიწის ქვეშ ამან რა თქმა უნდა ძალიან დიდი შავი შთაბეჭდილება მოახდინა ამ ხალხზე და ირწმუნა ძალიან ამან უკვე საკმაოდ დაინახეს რა რომ აი ვერ ჩაქოლავენ ამ ფილიპეს და ძალიან დიდი შთაბეჭდილება მოახდინა და გამოირჩია ღირსეული ადამიანი ნარკისი ერქვა იმას სახელად აკურთხა ეპისკოპოსად ეთყობა იცნობდა ასწავლიდა და ცოტა ხნის მერე დააფუძნა ეკლესია აი აქ საბერძნეთში წავიდა უკვე პართიაში წავიდა პართია ამასობაში გზაში ესე იგი ქადაგებდა და გაიარა ხო და ცოტათი ცით კი არ შეორგულდა მაგრამ აი რაღაც არის ხოლმე რაღაც ეთყობა ხანდახან გამხნევება აი ასე დიდ პიროვნებასაც კი როგორც არის მოციქული პირები ჭირდება გამხნევება და მქონდა ესეთი გამოცხადება რომ მან იხილა ზეცაში ჩამოფრინდა არწივი რომელმაც ფრთები გაშალა და ეს ფრთები იყო ოქროსფერი ფრთებით არწივი და აი ესე გაშლილი ფრთებით გამოსახა ჯვარცმა ქრისტეს ჯვარცმა და მან ეს მიიღო ფილიპემ როგორც გამხნევება ესეთი ხილვა იყო საოცარი და ესე გამხნევებული წავიდა და გააგრძელა ჯერ ესე იგი არაბეთის და კანდაკის ქვეყნებში ქადაგება და შემდეგ გემით წავიდა ქალაქ აზოტში, სირიის ქალაქ აზოტში გაემგზავრა გემით. იქ რაღაც საშინელი ღელვა იყო, უკვე აღარავის იმედი აღარ ქონდა გადარჩენის, რომ ეს გემი დაინთქმებოდა ამ წყალში და ფილიპე მილოცა და ესე იგი დაწყნარდა ეს ზღვა და ჩავიდა მოკლედ ამ ქალაქ აზოტში. აზოტში იქ დახვდა გაიგეს ვინ არის იქ იყო ადამიანი ნიკოკლიდუსი ერქვა სახელად ნიკოკლიდუსი რომელიც იყო ძალიან სტუმართ მოყვარე ადამიანი და ნიკოკლიდუსმა წაიყვანა ფილიპე თავისთან სახლში. ფილიპე რა თქმა უნდა მუდმივად გამუდმებლად ქადაგებს და ამ ნიკოკლიდუსს ყავს სახლში ქალიშვილი ხარიტინა. ეს ხარიტინა ცალ-თვალით არის ავად. ანუ ცალ-თვალით რაღაცა ის აქ ვერ ხედავს და ესეთი გოგო ყავს და მოკლედ ეს ხარიტინა ისე აღფრთოვანდა ფილიპეს, რომ დაავწყდა ეს თავის თვალის ტკივილი და აღფრთოვანებით უსმენდა და ფილიპემ შეამჩნია ესა და უთხრა ხარიტინას, რომ მიიდე თვალზე ხელი და ხარიტინამ მიიდო თვალზე ხელი და აი თითქოს მოშორდა რაღაცა და ესე იგი განიკურნა ამან ძალიან დიდი შთაბეჭდილება მოახდინა ყველაზე და ეს ნიკოკლიდუსი და ხარიტინა ესე იგი ქრისტეს სახელით განკურნა და მოინათლენ მთელი სახლი ამ ნიკოკლიდუსის და ამის შემდეგ მან დატოვა ეს აზოტი და წავიდა უკვე იერაპოლისი, ოღონდ ორი იერაპოლისია. მეორე იერაპოლისში მერე მოხდება ფრიგიაში. ეხლა კი მიდის სირიის იერაპოლისში და ჩადის აქ და აქ მოკლედ ხალხი ძალიან ხვდება რა ქვია ასევე გამხეცებული და განერვიულებული მოკლედ არ უნდათ ამისი მოსმენა ეს რა სიძახის რა მკრეხელობებს ლაპარაკობს და აპირებენ რომ ქვები ჩაქოლონ მაგრამ ესე იგი აქ გამოჩნდება ვიღაც კაცი პატივსაცემი ადამიანი ძალიან იროსი არის მისი სახელი იროსი და მან თქვა რომ მოიცადეთ ჯერ ნუ ჩავქოლავთ
მოვისმინოთ, რას ლაპარაკობს, კარგად გავიგოთ და თუ ჩასაქოლია ჩავქოლოთ, თუ არ არის ჩასაქოლია, ნუ ჩავქოლოთ. აი ხალხს აღუდგა ეს და ეს ისეთი პატივსაცემი ადამიანი იყო, რომ დაუჯერეს იროს და იროსმა წაიყვანა იესო თავის სახლში. მოусმინა ქადაგებას და ისეთი შთაბეჭდილება მოახდინა იროსზე იესოს სიტყვებმა, რომ მოინათლა, იროსი მოინათლა, მთელი მისი სახლი მოინათლა, შეძლებული კაცი იყო და მეზობლები მოინათლენ და რომ გაიგეს ამ ადამიანებმა, რომ ესე იგი რომ გაიგეს, რომ მთელი სახლი იროსის მოინათლა, გადაწყვიტეს, რომ ღამე შემოერტყან ამათ რომ ეძინათ მაშინ და უნდა დაწვანე ხა იროსის სახლი, რა თქმა უნდა, ფილიპემ ეს იცის, შეიტყო, მიხვდა ამას და გადგა და გამოვიდა გარეთ და სავიში ჩაუგდო ხელში ამათ არისტარხი არის ქალაქის თავი, რომელიც არის მოთავე იესოს უკაცრავად ფილიპეს დასჯის და ესე იგი წაათრიეს იესო უკაცრავად ფილიპეც ემეს წაათრიეს, ეხლა უნდა გაასამართლონ და უნდა მოკლან, ესე იგი თავის საბჭოზე თუ სასამართლოზე მიიყვანეს და არისტარხმა ასევე აი როგორც იმ დემთავრის შემთხვევაში ხელი გაიშვირა თმებში უნდა წდეს, ესე იგი და აი ამ დროს ესე იგი ხელი გაუხმა ამ არისტარხს და ესე იგი მხედველობა და სმენა დაკარგა. ნუ ამან ძალიან დიდი შთაბეჭდილება მოახდინა ესე იგი იმ ხალხზე, ვინც იქ იყო, იმიტომ რომ რაღაცა ეთყობა შეკრული საზოგადოება იყო, კი ასე მრისხანებაში იყვნენ, მაგრამ ნუ აი რაღაცა ლოგიკა ჰქონდათ, როგორც ჩანს, იმიტომ რომ აი იმ იროსაც ხომ მოусმინეს თავის დროს. ხო და ხალხმა უთხრა, რომ განკურნეო ეხა ეს როგორც დაუშავე, როგორც გაესხელე, როგორც გაუხმე, ისე მოუჩინე ეხლავეო ამ იმასო და იესომ უთხრა, რომ თუ არ ირწმუნებსო არისტარხიო, ვერ განიკურნებაო. და მაშინ ისე მოხდა, რომ მიცვალებულს მოასვენებდნენ. და ხალხმა უთხრა, რომ აი გააცოცხლეს, თუ შენ ასეთი ხარ, მართლა და თუ ესეა, გააცოცხლე არისტარხიც ირწმუნებს, ჩვენც ვირწმუნებთ და ესე იგი დაგიჯერებთ მაშინ, რასაც ლაპარაკობ და მართლაც იესო მიუბრუნდა, ესე იგი ამ მიცვალებულს და ეუბნება, თეოფილე, სახელით მიმართავს პირდაპირ, თეოფილე, გიბრძანებ ქრისტეს სახელით აღდეგი და დაგველაპარაკე და უცებ აი მართლა სასწაული ხდება, ეს მიცვალებული წამოჩნდება და ეუბნება, რომ ესე იგი პირდაპირ ჩაუვარდება ფეხებში და ეუბნება, რომ ამოდგება და ეუბნება, რომ ისეთი მადლობელი ვარ შენი, ისეთ რამეს გადამორჩინე, ვიღაც ორი შავი კუნაპეტე ადამიანი რაღაცა არსება, მიმათრევდა, რომ სამუდამო ტარტაროზი თუ რა ვიცი, რაღაც ცეცხლში უნდა ჩავეგდე და აი შენ ამ დროს გამომგლიჯე, გამომიყვანე მათი ხელიდან და ნუ ამან ძალიან დიდი შთაბეჭდილება მოახდინა და მათ ყველამ ესე იგი ითხოვეს ნათლობა უკვე მათ შორის ამ არისტარხმა და იესომ კი ეს იროსი გამოირჩია ეპისკოპოსად დაადგინა და ნახეთ რა მოხდა, ესე იგი იროსს ეუბნება, რომ დაადეხელი ამ არისტარხს. დაზიანებული რაც აქვს, ხო, მხედველობა, სმენა და ხელი აქვს გამხმარე და დაადეხელი, გადასახე ჯვარი. და აი ამ ფილიპეს კურთხევით იროსი გადასახავს ჯვარს და განიკურნება არისტარხი. აი ამის შემდეგ ესე იგი დადგება ეს და აი ეს არის როგორც მოგახსენეთ სირიის ქალაქი იეროპოლისი და აქედან უკვე ამის შემდეგ იესო დააფუძნებს აქ ეკლესიას და წავა უკვე თავის ქადაგების სხვა ქვეყნებში, ეს არის მთიანი აზია, ეგრეთ წოდებული და ასევე ლიდია და მიზია. და აი აქ სწორედ ხდება უფლის განგებით რაღაცნაირად უფალი გამოუგზავნის მას დამხმარეს, იმიტომ რომ ეხა ძალიან სერიოზული, აი ამ ყველაფერს მე კიდე ამაზე უფრო მნიშვნელოვანი რა უნდა მოხდეს, მაგრამ აი ნახავთ ეხა. და უგზავნის ბართლომეს. აი ეგ ღვთის განგებით ბართლომე შეხვდება აქა, შეუერთდება მას და ბართლომე ანუ ნათანაელი და ფილიპე ერთად გააგრძელებენ გზას და ბართლომესთან ერთად არის ფილიპეს და მღვიძლი და რომელსაც ქვია სახელად მარიამნა. აი მარიამნა, ბართლომე და ფილიპე ერთად გააგრძელებენ გზას,
ლიდიაში, მიზიაში და აი როდესაც ლიდიის ერთ-ერთ სოფელში არიან, აი უფლის წყალობით მათ შეუერთდება ასევე იოანე ღვთისმეტყველი, რომელსაც ეს მხარე შეხვდა ასევე საქადაგებლად ფრიგია ქვია მხარეს ახლა სადაც მიდიან და მოკლედ ეს სამი მოციქული და მარიამნა ერთად მოდიან და ჩადიან აი ფრიგიის ქალაქ იერაპოლისში, აი რომელშიც სწორად მე ვიყავი სამოგზაუროდ ცოტა ხნის წინ და აი უნდა მე ესე იგი რომ მორჩები ვერ ვიცვენ უბრალოდ რომ მეჯერ გითხარეთ უკვე რომ უნდა გაჩვენოთ ეს ყველაფერი მე ვიყავი სამოგზაუროდ მთავარი ჩემი მიზანი იყო ხონაში მოხვედრა ანუ ისტორიულ კოლოსელთა მიმართ ეპისტოლე პავლე მოციქულის აი ეს კოლასი ქალაქია და აი ამ კოლაში იოანე ღვთისმეტყველმა ესე იგი წინასწარმეტყველებაც კი წარმოთქვა რომ აქ მიქაელ თავარანგელოზის სასწაულს მოახდენდა და მოკლედ აი ამ კოლოსსა და იერაპოლის აი ფრიგიის იერაპოლის შორის ძალიან მცირე მანძილია ნუ ფეხით კი არის ასიაღლო მაგრამ ნუ მანქანით ძალიან ახლოს არის რაღაცა წუთები უნდა თუ რაღაცა ნახევარი საათი თუ 1 საათი არ უნდა ნახევარი და აი ესე ძალიან ახლოს არის და აი აქ მიჩადიან სწორედ აი ამ იერაპოლისში აი აქედან აი ხდება უკვე ფინალური ამბები აქ ვითარდება ეს იერაპოლის წმინდა ქალაქს ნიშნავს იერევს წმინდას ნიშნავს ბერძნულად და იერაპოლის ნიშნავს აი წმინდა ქალაქს და ეს წმინდა ქალაქი ესე იგი სინამდვილეში ტაძრებით არის მოფენილი მაგრამ ეს არის კერპების ქალაქია და კერპები და რაც თავარია ერთი მთავარი ესე იგი რაღაცა ტაძარი ნუ სხვადასხვა ხმეხა იცით თქვენ ეს ბერძნული პანთეონი მრავალღმერთიანი და ერთ-ერთი არის ესე იგი საოცარი ამბავი ხდება რა ვებერთელად დიდი გველი ცხოვრობს ამ და ესე იგი გველი არის იქ რაღაც რომელიც ჭამს ამ ხალხს და ეშმაკი არის ამ გველში შესახლებული თან ეს გველი არის იქედნე ჯიშია ესეთი გველის ეს იქედნე ნუ საშინელი გველია ყველაფერთან ერთად იმითი რომ ეს იბადება დედის სხეულიდან იბადება ეს გველი და რომ გამოდის კბენს დედას ჭამს და ეს შვილი გველი კლავს დედას შხამავს თქვენ იცით რომ გველს კი აქვს შხამი საშინელი შხამიც აქვს ესე იგი ხო კბილში მაგრამ თუ მას თვითონ სხეულში მოხდა ანუ გველს რო უკმინოს მოხდება ეს გველი რა დაიშხამება ანუ ეს კლავს დედამის შხამავს და მე ჭამს და ამით იზრდება თვითონ აი საკუთარი დედის ხორცით რა ესე რომ მოკლედ ეს იქედნე ცხოვრობს აქა დიდი ვეპერთელა იქედნე და გარდა იმისა რომ ჭამს ადამიანებს და კლავს ესე იგი თაყვანსემენ ამ იქედნეს ტაძარი აუშენეს ამ იქედნეს და მოყავთ ესე იგი საჭმელასმელი ხომ მოყავდა ადამიანები მოყავთ კაცო და მსხვერპლად წირავენ და არის კერპცახურება და მოკლედ რაღაცა საშინელება ხდება რიტუალი მოკლედ ეს რომ ნახა ფილიპე და მარიამნამ რაღაც ეს ფილიპემ როგორც საკუთარი ქალაქი ისე მიიღო ეს იეროპოლისი და მართლაც ესე იყო იმიტომ რომ აქ ხა წინასწარ გაუსრებ მოვლენები და სწორედ აქ იეროპოლისში აღესრულა ფილიპე და ესე იგი მათ ილოცეს და იოანე ღვთისმეტყველიც მიეხმარა მათ ბართლომეც მიეხმარა და მოკლედ მათი ერთობლივი ლოცვით იქედნე მოკლეს მოკვდა ეს იქედნე და ნუ ამან გამოიწვია საშინელი ტრაგედია ამ ქალაქში აქაც იგივე ესე იგი ესე იგი ამბები დატრიალდა ამ შემთხვევაში მათი მასპინძელი არის სტახიუსი ესე იგი ეს სტახიუსი იყო ბრმა ესე იგი ყველა მიცოდა ქალაქში ნუ შეძლებული ადამიანი იყო მაგრამ ვერ ხედავდა ბრმა იყო ამასობაში იოანე ღვთისმეტყველი უკვე გაემგზავრა მაგრამ დარჩენეს ბართლომე ფილიპე და მარიამნა ეს ბართლომე ბოლომდე დარჩა ფილიპესთან და იოანე ღვთისმეტყველი უკვე გაემგზავრა სხვაგან მისი საბოლოო ადგილი არის ეფესო სადაც უნდა იცხოვროს და იქადაგოს ეფესოშიც ვიყავით ძალიან საინტერესო ნახეთ იქ ადგილები მათ შორის ნუ ეხა ამაზე აღარ მოგიყვებით და მოკლედ ესენი ამ სტახიოსთან არიან სახში და ეს სტახიოსი ძალიან კეთილი ადამიანია ირწმუნა ამათი ქადაგების და მათ ესე იგი ესე არის ცხოვრებაში ნათქვამი რომ სტახიოსი განკურნეს ფიზიკური სიბრმავისგან და სულიერი სიბრმავისგან ანუ თვალიც აუხილეს და სულიერი თვალიც აუხილეს და მან ირწმუნა ქრისტე და მოინათლა და ესე იგი ეს გავარდა
ამ ქალაქში ეს ხმა როსტახიოსის სახში მოციქულები აი ვიღაც ჩამოვიდნენ, გადაგებენ და აი ესე დიდ სასწაულებს ახდენენ. ამასობაში როგორც მოგახსენეთ, თან მართლაც ისეთი ცხელი ნუ ნახავთ ამ გადაღებულს, მართლა ისეთი ხარია რა, რომ ხა არ გაგიკვირდება გველის დანახვა, მოკლედ იქა რა. და მოკლედ რაღაცა გველმა უკბინა, ესე იგი ნიკანორი არის, ესე იგი ნიკანორი ქალაქის თავი, რომელიც ახლა ამ წუთას იქ არ არის და მის მეუღლეს, მის ცოლს უკბინა გველმა. უკბინა და ისე დღეშია ეს ქალი ნუკვდება რა ამ შხამისგან და აღარაფერი დასუსტებულია და რომ გაიგო ახლა ამ ხო იცით ეს წყალწახებულის ამბავი რომ მაინც კვდება ეს ქალი და გაიგო რომ ესეთი სასწაულები ხდება და ნუ ერთადერთი ამის იმედიღა დარჩა თორე არაფერი არ შველის და უბრძანა თავის სახურებს რომ წაეყვანათ იგი საწოლით მიიყვანათ მოციქულებთან და მართლაც მიიყვანეს მოციქულებთან მათ განკურნეს და ამ ქალმა ირწმუნა ქრისტე და ამასობაში ბრუნდება ეს ნიკანორი და ნუ რა დაახვედრეს რა სახში ცხელი ამბავი რომ ჟენი ცოლი და ხო იცით ეს ენების მიტანა როგორია რომ ესე იგი ჟენი ცოლი ვიღაცა ჩამოსულები იქ წავიდა იმათი სარწმუნოება მიიღო იმის მაგივრად რომ წესერად მოეყოლათ ამ კაცისთვის და ეს განრისხებული ნიკანორი თავის ხალხთან ერთად მოკლედ გამხეცებული მოუვარდა და ამასობაში რომ ეს უნდა ჩაქოლონ ხა ეს მოციქულები და აღარც ესენი ამ შემთხვევაში აღარც ალაპარაკეს და ესე იგი რა უქნეს ცით ფილიპეს ესე იგი ქუსლებთან გაუხრიტეს ფეხები მყესი სადაც აქვს ადამიანს აი ქუსლის მყესი სადაც არის ხო აი ის ადგილი კოჭთან გაუხრიტეს თუკი გაუყარეს და ფეხებით ჩამოკიდეს საერთოდ ჯვარზე გააკრეს ფილიპე ოღონდ თავქვე და მაღლა დაკიდეს ძალიან და ამასობაში ყოველგვარი იმის გარეშე რა ქვია აქ უკვე აღარც ალაპარაკეს ესენი და ამასობაში ბართლომეც ესე იგი ანუ ნათანაელი ასევე ჯვარზე გააკრეს ოღონდ კედელზე ოღონდ მოშორებით რა და ცოტა ოდნავ გვერდზე ტაძრის კედელთან და ესენი მოდიან ეს ქურუმები განსაკუთრებით ამ იქედნეს ტაძრის ქურუმები მოდიან და ეუნებიან რომ გველი მოგვიკლაო კაცო ეს ჩვენი მარჩენალი გველი მართლა მარჩენალი იყო ამათ იმიტომ რომ ამათ გველის ხარჯზე ცხოვრობდნენ ესენი და აქედან ქონდა შემოსავლი ხალხს აშინებდნენ ესე იგი მოკლედ ესე გველი მოგვიკლაო და გააკრეს ესენი და აი ესე იგი კიდე ესეც არ აკმარეს და ეს ფილიპე ფეხებით ჩამოკიდეს ესე იგი თავქვე გააკრეს ჯვარზე და დაუშინეს ქვები კიდე ესე იგი ყველაფერთან ერთად და ნუ აი ეს საშინელი ის რო არის მუხთა საშინელი მიწისძვრა და აი განმეორდა ის რაც ერთხელ იყო ფილიპეს ცხოვრებაში როგორც მოგახსენეთ ეს დათანის და აბირუნის მაგალითი და მოკლედ ეს ნიკანორი და ესე იგი ბევრი ხალხი მოკლედ ეს გამხეცებული ბრბო ჩაიტანა მიწა ნუ ხალხს ძალიან შეეშინდა და იმიტომ რომ ეს მიწა გრძელდება ეს მიწისძვრა და ძალიან შეეშინდა და პირველი რაც გააკეთეს ბართლომე ჩამოხსნეს და ბართლომე ჩამოხსნეს იმიტომ რომ ეს ფილიპე ძალიან მაღლა იყო და პირველ რიგში ბართლომე ჩამოხსნეს და ბართლომეს ევედრებია რომ გვიშველე რამე იმიტომ რომ ეს მიწა იქაც გასკდა და ესე იგი ახაც გასკდება ეხლა სადაც განან და ჩაიტანენ და მოკლედ ესე იგი ბართლომეს თხოვენ რომ გვიშველე რომ გადავრჩეთ და ამასობაში ფილიპე ეს ზემოთ ჩამოკიდებული ლოცულობს და ფილიპეს ლოცვით ისევ გაიხსნა მიწა და ეს ხალხი ამოვიდა ზევით ცოცხალი ოღონდ არა მოიყვანა არა ვერ ამოვიდნენ ნიკანორი და აი ამ იქედნეს ტაძრის ქურუმები ნუ ეს უკვე როდესაც ხალხი დაწყნარდა და ნუ ახლა მოიტანეს ეს კიბე თუ რა ვიცი მოკლედ ფილიპეს მაღლა არის ძალიან როგორც მოგახსენეთ უნდა ჩამოხსნან აი ღვთის განგება იყო რომ ფილიპე აქ უნდა გარდაცვლილიყო და აქ უნდა ყოფილიყო ფილიპეს საფლავი და აი უფალმა ფილიპე წაიყვანა მარიამნა კი მისი და აი სულ ბოლომდე თავიდან ბოლომდე უყურებდა როგორ გააკრეს ჯვარზე და როგორ აღესრულა მისი საკუთარი ძმა ნუ ფილიპე დაკრძალეს დაასაფლავეს და ბართლომემ მონათლა ეს ხალხი
დაადგინა ეს სტახიოსი, რომელიც ბრმა იყო და მათი ლოცვით განიკურნა და დაადგინა ეს ეპისკოპოსად და ესეთნაირად მოკლედ იეროპოლში ესე დადგინდა ეს ეკლესია, ესე დაფუძნდა. იმ ადგილას, სადაც ფილიპეს სისხლი დაეწვეთა, ვაზი ამოვიდა, 3 დღეში ამოვიდა, ვენახი გაუწევ რა, რამდენიმე ძირი ვაზი ამოვიდა და ესეთნაირად ამის შემდეგ ცოტა ხანი კიდე დარჩნენ ბართლომე და მარიამნა იეროპოლში და ამის შემდეგ ბართლომე წავიდა საქადაგებლად დიდ სომხეთში, დღევანდელი სომხეთის ტერიტორიაზე ლაპარაკი და მერე მოგვიანებით ალბანეთში, დღევანდელი აზერბაიჯანის ტერიტორია, სადაც ჩაკოლეს ქვებით ასევე და უпроსტოდ ქვებით კი არ ჩაკოლეს ჯვარზე გააკრეს და იქ არის მისი საფლავი, ესე იგი აი ამ დღევანდელი აზერბაიჯანის ტერიტორიაზე. მარიამნა კი ლიკაონიაში წავიდა და იქ ბევრი ადამიანი მოაქცია, ესე იგი სარწმუნოებაზე და უკვე საკმაოდ ხანდაზმულ ასაკში გარდაიცვალა. ეხლა მე თქვენ გთავაზობთ, ესე იგი თქვენთან ერთად ვიმოგზაუროთ იეროპოლში, ეს იყო რამდენიმე ხნის წინ, როგორც მოგახსენეთ, დღეს არის 27 ნოემბერის და საეკლესიო კალენდარი 14 ნოემბერი და ახლობით 2 თვის წინ ვიმოგზაურე მე, ესე იგი სწორედ ეს არის დასავლეთი თურქეთი, ესე იგი სამხრეთ-დასავლეთი თურქეთია, დენიზლი ქვია იმ ქალაქს, რომლის გარშემოც არის აი ეს უდიდესი ქრისტიანული სიწმინდეები და აი ეგ მოგზაურობისას ვიყავი იეროპოლში და ეხლა მე თქვენ გაჩვენებთ ჩვენს მოგზაურობას, გაჩვენებთ ტაძარს ფილიპეს თან მოგიყვებით ყველაფერს და შემდეგ ისევ დაგიბრუნდებით აქ. აი მივდივართ ახლა იეროპოლში, მალე შევალთ და ნუ როგორც პირდებიან, ძალიან საინტერესო ადგილებია. ისტორიულად ძალიან საინტერესოა, ყველაზე დიდი ნაგებობა ერთ-ერთი საერთოდ ამფითეატრია, რომელშიც 10,000 ადამიანი ეტეოდა, ნუ თეატრი ფაქტიურად რომაული თეატრი იყო. ასევე სასახლეებია ძალიან საინტერესო. აქ იყო ტაძარი, ვებერთელა ტაძარი, ფილიპე მოციქულის მისი კვლელობის, მისი ჯვარცმის ადგილზე აშენდა ტაძარი, რომელიც მერე მიწისძვრა, აქ როგორც ჩანს ისეთი მიწისძვრა იყო ამ ხარეში მთლიანად, რომ აი ყველაფერი ეს კოლოსოც იმან დაანგრია, იეროპოლისიც, ლაოდიკია არის, ხე ჩაუარეთ ფაქტიურად, არ ვიცი თუ მოვასწარეთ დღეს ლაოდიკიაში შემოვივლით, მაგრამ შეიძლება ფიზიკურად ვერ მოვასწროთ, ამიტომ იეროპოლისი ვამჯობინეთ. და კიდევ ძალიან ცნობილი სამკურნალო წყლებია აქა, პამუკალე ესე ქვია. ესეც თუ მოვასწარეთ. თავარი მაინც მე მინდა ვნახოთ ფილიპე მოციქულის ტაძრის ნანგრევები, იმიტომ რომ ფილიპე აქედან წამოვიდა, ჩვენ ხო მაინც იმ თავარ თემასთან ავართ ამ ხონაში მომხდარ სასწაულზე და აი ფილიპე აქ იყო გაჩერებული იეროპოლში და აქ ჩამოვიდა მასთან იოანე ღვთისმეტყველი და აქ ეს ტაძარი დაანგრიეს როგორ ეს კერპი შემუსრეს, იქედნე, ანუ ეს იქედნე საშინელი გველია, რო იბადება, ესე იგი იბადება გველი, კვერცხიდან არ გამოდის და გამოსვლისას დედის სხეულს გესლავს, ჭამს და ესე დედას კლავს და ისე იბადება. ამიტომ სახარებაში ხშირად არის ნახსენები ეს იქედნე, ნაშობნო იქედნეთანო და ეს მაცხოვრი ხშირად ამას ატარებს ხოლმე და აი ეს იქედნე ცხოვრობდა და შემუსრეს მოციქულებმა ერთად და აი შემდეგ წამოვიდნენ აი ეგ კოლოსაში და აი შემდეგ აქ იწინასწარმეტყველეს რომ აქ იქნებოდა მიქაელ მთავარანგელოზი გამოაჩენდა თავის უდიდეს სასწაულს. ასე რომ აი ჩვენ ახლა უახლოვდებით ქალაქ იეროპოლისს. ჩვენ ცუდი გამოცდილება ქონდა ამ ნავიგატორმა გადაგვიყვანა გზიდან და გამევიარეთ რაღაც საშინელ ადგილას სასტუმროში რომ უნდა დავბინარულიყავით პირველდღეს და ეხლა კიდე გადავყავდით ამ ნავიგატორს და აღარ დაუჯერეთ და კაი გზა სადაც იყო იქ წამოვედით და სად მოვხვდით ნახეთ აი მართლა ცაში ვართ. იეროპოლის ნიშნავს წმინდა ქალაქს. ხო და ეხლა ზეიდან გადავხედავთ ამ წმინდა ქალაქს რომ მივხვდით რომ უკვე კაი ხანს აი შორს წამოსულები ვიყავით, ხო ბრუნდებით.
ნახოთ აბა იმედია მივაგნებთ. სულ მიკვირდა ხოლმე აი მუცხოველი ტურისტებისაც, დასვლებებისაც, რომლებიც ჩამოდიან ხოლმე საქართველოში და თვითონ თავის შკოლაზე დადიან და რაღაცა რო იკითხონ, რაღაცა რო ის რასად არის იკითხონ, არა, რაღაცა თვითონ თავიანთი აქვთ რაღაცა დირექტივები და ფაქტიურად იგივეს ვაკეთებ ხა მეც და ცით აი ძალიან საოცარი ამბავია. მე მინდოდა რომ ვინმე ყოფილიყო აქ ისეთი, ვინც მოგცემდა საშუალებას, რომ აი აგვიხსნიდა, რომ აი რაღაცად უნდა წავიდეთ, რა უნდა გავაკეთოთ. არა, რაღაცა ვერ მივაგენი ვერავის. და ამ ნავიგატორში ვწერ აი რაღაც პირობითად რაღაც დასახელებას და მოკლედ ეხლა ბევრი რო არ გავაგრძელო, სადღაც ვიარეთ ტყეში. აი ტყეს დაგეთვალიერებინებთ ეხლა როგორია. აი ესე. აი საიდანღაც იქიდან ზემოდან ჩამოვედით. აი აქედან მოვდივარ ეხლა ფეხით, აი აქედან. მოვედექით ამ რაღაც უცნაურ ბადეს და ქვებით იყო რაღაცა ჭიშკარი, ქვებით იყო, მოკლედ ბალახი შეზრდილიდან, ნუ რაღაც მოკლედ ძვლის გავაღე ეს ჭიშკარი რო გამოსულიყო. და რას მოვადექე, იცით, აი ეს ახლა ამ იეროპოლისი, ნუ ძველი ქალაქია ფაქტიურად, ძველი ქალაქის ტერიტორიაზე ვართ, მიტოვებული როგორც მუზეუმი ისე არის რა და მოვადექით პირდაპირ ფილიპე მოციქულის ტაძარს და ფილიპე მოციქულის წამების ადგილს. ეხლა აქედან გადავიღოთ ჯერ ნახოთ და მე ჩავიდეთ ქვემოთ. აი ეს არის ნუ ჩვენ ფაქტიურად ეს გვინდოდა, იმიტომ რომ თვითონ ეს იეროპოლისი, ნუ ქალაქია ხო გეუბნებით, ვებერთელა ქალაქია და ამისი ფეხით მოულაც ახლა ძალიან ბევრი საინტერესო ადგილია აქა. და რა თქმა უნდა ექსკურსიაც ბრძოლი რო ყავდეს, ძალიან კარგი იქნებოდა და მოგვიყვებოდა ისტორიას, მაგრამ ნუ იცით რა, ამას ეთყობა მარტო ექსკურსია ბრძოლი კი არ შველის. ამას უნდა რაღაც ვიღაცამ უნდა გაგაფრთხილოს და წინასწარ გითხრას, რომ უნდა იყოს რაღაც გეგმა უნდა შეადგინო ადამიანს, საჭმელი უნდა წამოიღრო, წამოხვალ. ხო და ეს არის ტაძარი, რომელიც მიწის რომ დაანგრია და ეხლა მე ვფიქრობ, რომ ალბათ აქედან არის შესასვლელი, ეხლა აქედან გავუყვები. ხო და აქ არის ადგილი, სადაც ფილიპე მოციქული აწამეს, ჯვარზე გააკრეს. აი პირდაპირ იქ მოვედით. და არის ესე იგი ტაძარი, რომელიც აშენდა. აი ეს არის ტაძარი, ეხა შემოული. და ნუ შემდეგ დაინგრა და დანარჩენი კიდევ იეროპოლისის შესახებ ალბათ ჯობია რომ წაიკითხოთ, იმიტომ რომ ძალიან ბევრი რამეა ამ იეროპოლისში, აი ძალიან ბევრი რამეა, რაღაც სასახლეები, ტაძრები უამრავი. ხო გეუბნით იეროპოლისს ბერძნულიდან ნიშნავს წმინდა ქალაქს. და ნახეთ, აი ჯერ აქედან როგორ ეტყობა რა გრანდიოზულია და ეხა შევალთ შიგნით და დავათვალიერებთ ყველაფერს. წმინდა ფილიპეს წამების ადგილი, ესე აწერია აქ. და აი შევიდეთ ახლა ტაძარში. ჯერ ერთი წამით გადაგახედებთ აქ. აქ გოგემთ აი ვებერთელა ქალაქი, აი ყველგან რაღაცაა საინტერესო. ხა დეტალებზე აღარ შევჩერდები. ტაძრები, ნახეთ აი პატარა საკურთხეველი, აი რაღაც უამრავი რამ. თე აი გოგემთ ახლა სად რა არის? ამას იმხელად რო უნდა და ისეთი თქვათ გოგემთ ეს ჯობია რომ ადამიანმა თვითონ თუ გაინტერესებთ, კი არ არის თლათ ახლოს საქართველოსთან, მაგრამ ყოველ შემთხვევაში აი ხა გაჩვენებთ როგორი ალბათ სავარაუდოდ იქნებოდა ეს წმინდა ფილიპეს ტაძარი. აი როგორ იქნებოდა სავარაუდოდ. აი ეს. აი კარი ამის შესახებ ამას მე თვითონაც მე გადავიღებ და წავიკითხავ. სხვათა შორის არის ბევრი რამ, რასაც ინტერნეტში ვერ ნახავ, აი ადგილზე ნახვა ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს, არა მარტო ვიზუალურად მე ვეძახი აი ამ დეტალებს, მაგალითად აი ესე როგორ ჭრაში როგორი იყო, თქვათ, აი როგორ გამოიყურებოდა, ნახეთ. აი ეს ბაზილიკა. ეს ალბათ არა ტაძარია ესეც. აი ესე.
ეხა შევიდეთ შიგნით. ფილიპე მოციქული 12-თაგანი მასზე არის საუბარი და მისი და მარიამნა აქეთ ესე იგი ტურისტები ფლაც ესე არ არიან ესე რო ვთქვათ ეხა ეს სატაძროთ შემოსილები, მაგრამ ნუ რა ვქნათ. თვითონ ეს მოდეს ადამიანს ალბათ რომ ტაძარში ესე არ უნდა შევიდეს, მაგრამ რა აუყვეთ არ აღშოს. მoni მიხვდება და მოგვერიდება თვითონ აი ოდ კაციშვილი არ არის სხვათა შორის. აი ესე იშვიათად რო ვინმე გამოჩნდეს. აი სავარაუდოდ ეს არის საკურთხეველი, აი სავარაუდოდ. თუ არა, ეხლა ამ წუთას ძალიან ძნელი სათქმელია. აი ალბათ ეს. ალბათ უფრო ეს. აქ წერია რომ სადღაც აქ არის, აი სადაც ეხლა მე ვდგავარ ალბათ. აი სადაც მე ვდგავარ ალბათ. აი შუაში აქ არის წამების ადგილი, ალბათ აქ აშენა, მაგრამ რამხელა ტაძარი იყო, ნახეთ რა, აი რამხელა ვებერთელალოდებით არის ნაშენები და ეთყობა მიწის ძვრა, რა ვიცი რატო არ გათვალეს, მაგრამ რაღაც აი რამხელა ლოდებია, ადამიანის ზომის ლოდებია, ნახეთ აი ხა მივალ ახლოს და მივალ ახლოს რამხელა აი ეს ხა ორი ქვა ერთად აი ჩემს სიგრძეა დაახლოებით რა. აი რაღაც ესეთი. აი რაღაც ესეთია. შეგვეციოს წმინდა მოციქული ფილიპეს მადლი. არის პამუკალე. პამუკალეს ეძახიან პამუკ არის ბამბა, კალე არის ციხე, ბამბის ციხე ნახეთ რამდენი ხალხია.
იქ ჩავალთ აუცილებლად დაგათვალიერებინებთ. ბუნებრივი წყლებია, ძალიან საინტერესოა, ძალიან ლამაზია, ტბებია პატარა. აი ეს არის პამუკალე და აქედან არის აი კიდევ ქვეითაც ბევრი აი ნაგებობა ესე დავთვალიეროთ. აი ეს. აი ეს. შეგვეციოს წმინდა ფილიპე მოციქულის მადლი და ერთმა შეგვაძლებინოს კიდე სხვა წმინდა ადგილების მოლოცვა, დროებით გემშვიდობებით. ისევ აქედან მინდა დაგემშვიდობოთ და გაჩვენოთ. პირველ რიგში მინდა გაჩვენოთ ჯერ ფილიპეს გამოსახულებები და სიამაყით მინდა გაჩვენოთ, რომ აი ყველაზე ძველი, გონი ყველაზე ძველი არის, აი ნახეთ როგორ ეს არის მაცხოვრის ეკლესია ჩვაბიანში, სვანეთში. ეს არის 978,001 წლები. შეიძლება არ არის ყველაზე ძველი, მაგრამ ყოველ შემთხვევაში აი ამხედა დიდი ფრესკა, ნამდვილად გონი ყველაზე ადრინდელია, ყოველ შემთხვევაში მე სხვა ვერ მოვიპოვე. აი ეს არის ჩვაბიანი. შემდეგ ეს არის ძალიან ცნობილი ბასილი მეორე იმპერატორის მინოლოგია, ანუ თვენი ილუსტრირებული, აი ეს არის ფილიპე როგორ გააკრეს, როგორ ჩამოკიდეს და როგორ გააკრეს. ჯვარზე თავქვა. გადიდებულს გაჩვენებთ ამას. აი ეს არის ცოტათი გადიდებული. აი ესე არის და ეხლა უფრო გადიდებულს გაჩვენებთ თვითონ ფილიპეს სახეს. აი უგმა გაჩვენე როგორც არის გაკრული ისე გაჩვენებთ აი ეს. აი თუნდაც გადმოვატრიალოთ რომ ფილიპე დაინახოთ როგორია. აი ესეთია ფილიპე აქ აი ამ მინიატურაში. ეს. შემდეგი რაც უნდა გაჩვენოთ ეს არის აიოს ლუკასი საბერძნეთში არის ეს ცნობილი მონასტერი 946 წელია. აი ეს არის მოზაიკა, გაჩვენებთ ამასაც გადიდებულს, უბრალოდ ეს მთლიანობაში შეხედეთ როგორია და აი გადიდებულს გაჩვენებთ ახლა როგორია. აი ეს არის სახემის. აი დაახლოებით რომ წარმოიდგინოთ როგორი იყო ფილიპე. შემდეგი რაც უნდა გაჩვენოთ, ვერ არის თლად კარგი ხარისხი, მაგრამ გადასარევი რაღაც არაჩვეულებრივი მე-10 საუკუნის ხატი არის სინას მთაზე. საერთოდ სინას მთაზე ძალიან ბევრი ხატი არის ქართული. კი ბერძნულად აწერია, მაგრამ ქართველების გაკეთებულია და ეს არის სინას მთიდან ფილიპე მოციქული. აი ეს არის კიდევ 1030-1040 წლები, ესეც აიოს ლუკასი, ოღონდ ეს არ არის მოზაიკა. შემდეგი, რაც უნდა გაჩვენოთ, ეს არის მე-11 მე-12 საუკუნეები, წმინდა თეოდორე, ტირონი, დიმიტრი და აი ესე იგი ფილიპე. აი ფილიპე აქ არის ეს. აი პირველი, აი აქედან არის, აი ფილიპე ეს არის. აი ეს არის ფილიპე. აი ფილიპე აქ. ესეთი. შემდეგი რაც უნდა გაჩვენოთ კიდევ არის აი ფილიპე 1133 წელი ბიზანტიური მინიატურა არის, ხელნაწერიდან არის ესა. ძირითადად როგორც ხედავთ, ახალგაზრდა ასაკში გამოისახება, თუმცა არსებობს მისი უფრო ესე იგი გვიანდელია, ეს ბიზანტია მე-12 საუკუნე. დაახლოებით წარმოვიდგინეთ, როგორ ათონი მანუელ პანსენელის მხატვრობა მე-13 საუკუნე. უფრო გადიდებულს გაჩვენებთ ამას კიდე. აი შემდეგი ბევრია, ძალიან ბევრია, მე უბრალოდ შევარჩიე ეს გამოსახულება 1265 წელი, ყველაზე ადრინდელი რაც იყო შევარჩიე, ეს არის სერბეთი. სოფჩანის მონასტერის სამების ტაძარი. აი ესეთი არის. და ბოლოს უნდა გაჩვენოთ ესე იგი ჩვენი ათონური ხელნაწერი, აი ესე იგი ათონურ ხელნაწერში აი წმინდა ფილიპე ბოლუშია, არა, ეხლა გაჩვენოთ რომელია. აი ფილიპე პირველია, აი ეს არის. გადიდებულსაც გაჩვენებთ ახლა ამას. აი ეს არის ფილიპე. აი ესეთი არის. აი ეს. აი ეს. აქაც ესეც თვენია, ხო, ესეც აქ რიცხვები აი 14 აწერია, ნახეთ.
ზოგ ქართულად იდ 14. დღევანდელი დღე არის და აი გადიდებული აქედან ესეთია. აი ესეთი. ასევე არის ეს არის მოციქულების ზიარება და აი ფილიპე არის აი ეს ბოლოს მეორე აი ეს არის ფილიპე აქ აი ეს რიგი არის მოციქულთა რიგი და როგორ ეზიარებიან და აი ესეც კიდევ გადიდებული. კიდევ არის ათონურ ხელნაწერში ამ ივერონის ხელნაწერში აი ასეთი გამოსახულება ეს არის მე-15 საუკუნე. აი ეს არის წმინდა მოციქული ფილიპე და ბოლოს მინდა გაჩვენოთ ეს არის ათონის თაზე დიონისიატე 1557 წელია ზორის ფუკა. ზორზის ფუკა ესე არის აი ეს არის ფილიპეს ფრესკა არის დიონისის წმინდა დიონისის მონასტერში. აი ეს. და ბოლოს უნდა გაჩვენოთ ახლა წმინდა ნაწილები ჯერ პირველ რიგში. აი ნახეთ როგორია. დიდი ფრაგმენტი გვაქვს საკმაოდ. აი ნახეთ როგორია, აი ესეთი სანაწილეა. აი ეს დამაგრებული მოკვროთ, აი ნახეთ როგორია. რამხელა ფრაგმენტია ნახეთ ძვლის, ნუ წარმოუდგენელია. აი ჩემი ხელი რამხელა არის. დიდი ზომის ფრაგმენტი გვაქვს მისი. ეს სანაწილე შევთხზით და აი ეს უკან ქვა არის მისი საფლავიდან, რომელიც იქიდან ჩამოვიტანე და ხა კიდევ უნდა გაჩვენოთ აი ეს როგორც სანთლები ესე არის პატარა ბავშვის გაკეთებულია, ძალიან მომეწონა და მოკლედ გადავწყვიტე რომ ესეთი სანაწილე შემექმნა. და ბოლოს უნდა გაჩვენოთ აი გონი ძალიან მნიშვნელოვანი რამ ეს არის ის ქვა ის მარმარილო, რომელთაც ტაძარია ნაშენები, იქიდან არის პირდაპირ ეროპოლის ტაძრიდან, ახლა ჩვენ ხო უკვე დავათვალიერეთ და ეს არის ახალი შექმნილი გამოსახულება, აი ცოტა ახლოდანაც გაჩვენებთ, აი სწორედ სინასთის მინიატურის მიხედვით. აი ეს ხო გაჩვენეთ სინას მინიატურა იმის მიხედვით არის შექმნილი, ეს არის შექმნილი მღვიმევის წმინდა ეკატერინეს სახელობის დედათა მონასტერში, ესეთ არაჩვეულებრივ ხატებს აკეთებენ. და ეს არის მათი სულ ახალი შექმნილია. სპეციალურად აი ამ დღისთვის ვთხოვე რომ გაეკეთებინათ და მე კი ამით უკვე გემშვიდობებით ესე კიდევ ერთხელ გაგახსენებთ დღეს ვიზე ქონდა საუბარი ნუ უპირველეს ყოვლისა იყო წმინდა მოციქული ფილიპე 12-თაგანი ასევე ჩვენ დღეს ვისაუბრეთ წმინდა თეოდოტე ირაკლიაში აწამეს ასევე წმინდა ვენერანდუსი ტროას ეპისკოპოსი და ასევე როგორც მოგახსენეთ დღეს არის წმინდა გრიგოლ პალამას ხსენება ღმერთმა დაგლოცოთ შეგვეციო სამწმინდანო ჩვენთან არს ღმერთი